Santus განცხადება, რომ რუსეთმა საქართველოს საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, ისევ მწვავე პოლიტიკური განცხადებების და შეფასებების თემაა თბილისში. მართლ გუნდსა და ოპოზიციაში კეთდება კრიტიკული კომენტარები და ისმის ურთიერთ ბრალდებებიც. შეგახსენებთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა ეს განცხადება, სადაც ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა და საქართველო მოსკოვის თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და ქართველი ხალხის გამბედაობის მიუხედავად ომის შიშით რუსეთმა საქართველოს საკუთარ ორბიტაზე გადაიყვანა. JD Vance, როდესაც ჩადის სომხეთში, აზერბაიჯანში და არა საქართველოში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვწყდით დასავლურ ორბიტას და ვართ რუსეთის ორბიტის გარშემო და ვართ ავტოკრატიული, დიქტატურული ქვეყნების ბანაკში. კი, ეს ასეა, ამის ნათელი მაგალითია რეპრესია, ტერორი და მათ შორის პოლიტიკური პატიმრები ციხეში. თუ გაუსწორებთ თვალს რეალობას, ეს არის სწორედ რუსული ბანაკი, ავტორიტარული ბანაკი და ამაზე საუბრობს მაია სანდო. ამის გამოცხადება, როგორც დადასტურებული ფაქტი, რა თქმა უნდა აკნინებს ჩვენი მოსახლეობის იმ მწვავე ბრძოლას, რომელიც ბრძოლაშიც არის, რა თქმა უნდა ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე და საბოლოოდ გამარჯვება ვიზეიმოთ ამ მიმართულებით და მე მინდა რომ შეგახსენოთ 5-6 წლის წინ, როდესაც საქართველო იკავებდა წამყვან პოზიციებს იმ ტრიოში, რომელიც აცხადებდა საკუთარ პრეტენზიას ევროკავშირში წევრობაზე, საქართველო არასოდეს არ იყენებდა იმას, რომ მოლდოვა არ ინარჩუნებდა მოწინავე პოზიციებს და ჩამორჩებოდა ბევრი მაჩვენებლით. გავითვალისწინებთ იმ წარსულს, რა განცხადებიც მოგვისვენია მისგან, მისი კოლეგებისგან, ის სქემა, რაც არის ზოგადად ამ წლების განმავლობაში, რომ დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია ზოგადად ყველა პლატფორმიდან, სადაც ამ შესაძლებლობა ექნებათ, ამ ხრივ ეს ნამდვილად განცხადება ამავე დროს არ იყო გასაკვირი. ის ადამიანი საქართველოს უწუნებს საგარეო პოლიტიკას და მოდი საზოგადოებაში შევახსენოთ, ამ საგარეო პოლიტიკამ რა მოუტანა საქართველოს. დღეს მოლდოვის ეკონომიკაზე ორჯერ დიდია საქართველოს ეკონომიკა, 5 მილიარდამდე მეტი არის სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. დღეს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი და სხვა ძირითადი პარამეტრები ნორმაშია, მაშინ როცა სრულად არის გასული მოლდოვის ეს პარამეტრები, ასე რომ ყველაფერი არის ძალიან ცხადი. არ ვიცი, შური ალაპარაკებთ თუ რა ალაპარაკებთ. როდესაც მიდიოდა შტურმი პრეზიდენტის სასახლისა, მან საჯარო განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფს. რაც უკვე აჩვენებს თავისთავად თუ რა ღირებულებით საწყისებზე დგას ეს ადამიანი ერთი და მეორე ესეც აჩვენებს რომ ის ამას აკეთებს ხვების კარნახით, ამის დიდი ეჭვია, ვინაიდან წელიწადში ერთხელ გავახსენდებით ხოლმე და რატომღაც ფიქრობს რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა რომ ქართულ ხალხს ესაუბროს ამ ტონით. ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და მნიშვნელოვანი არის რომ ამაზე იყოს რეაქცია. როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამბობს რომ ეპატარავება თავის სახელმწიფო და უბრალოდ იმდენად მცირედ მიაჩნია რომ ფიქრობს რომ იმისთვის რომ გადარჩეს საჭიროა რომ გაუქმდეს სახელმწიფო, გზაც არის რომ ხარი დაუჭიროს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას. მე მგონი აქ ფაქტია რომ ჩვენ მართლაც სხვადასხვა ორბიტაზე ვართ ღირებულებების მხრივ.